სოფლიოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის შესახებ 2025 წლის ანგარიშს აქვეყნებს ევროკავშირი. დოკუმენტში საქართველოსაც არის საუბარი. ერთ-ერთ თავში ნათქვამია, რომ ადამიანის უფლებები მნიშვნელოვნად შეიზღუდა რეპრესიული ღონისძიებებისა და ისეთი კანონების მიღების შედეგად, რომლებიც არღვევს ფუნდამენტურ უფლებებს, მათ შორის თანასწორობისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის პრინციპებს, გამოხატვის, შეკრების და ასოციაციის თავისუფლებას, ასევე პირადი და ოჯახური ცხოვრების თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებებს. ევროკავშირის ანგარიშის თანახმად საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა მნიშვნელოვანი უკუსვლით ხასიათდება. ანგარიში უკითხულობთ 2025 წელს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან საპროტესტო აქციების მონაწილეების არასათანადო მოპყრობა ფართოდ იყო გავრცელებული და ზოგიერთ შემთხვევაში წამებისა და არაადამიანური დამამცირებელი მოპყრობის ტოლფასიც იყო. დამნაშავეების პასუხისმგებლობის საკითხი არ დამტკარა. გამოიკვეთა წინასწარი პატიმრობის გადაჭარბებული გამოყენება და მომიტინგეებისა და ჟურნალისტებისთვის არაპროპორციულად მკაცრი სასჯელების დაკისრება. ხაზგასმულია, რომ ახალმა კანონმდებლობამ მათ შორის მაუწყებლობის შესახებ კანონში შეტანილმა ცვლილებებმა, უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონმა და ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის საკანონმდებლო პაკეტმა უარყოფითად იმოქმედა გამოხატვის თავისუფლებასა და მედიის თავისუფლად მუშაობის შესაძლებლობებზე. პოლიტიკურ პლურალიზმს საფრთხე შეექმნა, რადგან მმართველი პარტია რამდენიმე ოპოზიციური პარტიის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ აკრძალვას იტყოს. ანგარიში ნათქვამია, რომ ქვეყანამ არ გაიზიარა ევროკავშირის მოთხოვნები და საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები არ შეესაბამება იმ მოლოდინებს, რომლებიც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების მიმართ აქვთ. ევროკავშირი ასევე აგრძელებს საქართველოს მიერ ვიზების ლიბერალიზაციისთვის განსაზღვრული კრიტერიუმების შესრულების შეფასებას. განიხილავს უვიზო მიმოსვლის შეჩერებას იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც დიპლომატიურ სამსახურებრივ ან ოფიციალურ პასპორტებს ფლობენ. აქცენტია გაკეთებული, რომ საქართველოს მთავრობის ქმედებებმა ფაქტობრივად გამოიწვია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების წინა პროცესის შეჩერება. 2025 წელს ევროკავშირსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგი არ ყოფილა, რაც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დემოკრატიული უკუსვლის გაგრძელებით იყო განპირობებული. ანგარიში ვკითხულობთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობა ზოგადად ისევ შენარჩუნებულია, საქართველოს მხარი არ დაუჭირა ზოგიერთ საერთაშორისო და ევროკავშირის ინიციატივას. ეს არის ანგარიში, რომელიც უკვე პრაქტიკულად ღიად და ფორმალურად ამბობს, რომ არაფერი დემოკრატიული და არაფერი თავისუფალი საქართველოს აღარ აქვს შერჩენილი და რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზა არის დასრულებული. ჩვენ აღარ ვართ არც მოჩვენებითი ავტორიტარიზმის ფაზაში, არამედ გადავედით უკვე სრულყოფილი დიქტატურის ფაზაში და აღარც მოჩვენებითი ევროინტეგრაციის ფაზაში, რადგანაც გადავედით სრულად შეჩერებული პროცესის მდგომარეობაში, სადაც ხელისუფლების კურსის გამო ერის არჩევანის წინააღმდეგ ევროპული ინტეგრაციის კურსი არის უბრალოდ სრულად შეჩერებული. როცა აქეზებენ ადამიანებს სახელმწიფოს წინააღმდეგ გადატრიალებისაკენ, კონსტიტუციური წყობილების უკანონოდ შეცვლისაკენ და ასე შემდეგ და მერე მოთქვავენ მათ მიერვე წაქეზებული ახალგაზრდების პატიმრობაში, კანონიერ პატიმრობაში მოხვედრაზე, აი ეგ არის სწორედ ორმაგი სტანდარტი. ასე რომ სანამ ისინი საქართველოში გადატრიალების სცენარის ოფიციალური მხარდაჭერებად რჩებიან და არა არჩევნების, მანამდე მათ მხრიდან გაკეთებული ეს განცხადება კვლავ არის დესტაბილიზაციისაკენ მიმართული განცხადება.